სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. ვიდრე რას მე ვიტყოდეთ, სურს კიდევ ერთხელ მოგილოცოთ აწინდელი დღესასწაული. მართალია ეს დღესასწაული პატიონთა ჯაშთა თაგვანისება წმინდიდებულისა, პოლოცებულისა, თავმოციქულისა პეტრესი არის მცირე რანგის მსახურების დღესასწაული, მაგრამ ჩვენი ტაძრისთვის, ჩვენი მრევლისთვის და ვფიქრობ უკვე თქვენთვისაც, რადგან ხშირად იარებით ჩვენს ტაძარში მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ამ 4 ტაძრიდან ერთი მათგანი ყველაზე უწყვეტი მოგეხსენება თავმოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობისა. აქედან გამომდინარე, ყოველი დღესასწაული დიდი იქნება თუ მცირე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის. მას შემსაშინა ქრისტეს აქეთ, ქრისტეშობის აქეთ 42 წელს იმ დროინდელმა მეფემ პალესტინისა იროდ აკრიპამ ბრძანება გასცა, რომ შეეპყროთ და შეეგდოთ საპრობილეში თავი მოციქული პეტრე, რომელიც უდიდესი ავტორიტეტი იყო, როგორც თქვენ იცით საქმე მოციქულთა გნებავს პავლეს ეპისტოლეებიდან თუ საეკლესიო ისტორიიდან, მოციქულებს უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა, მათ შორის განსაკუთრებით პეტრესა და პავლეს ცოტა მოგვიანებით იქნა პავლე გამორჩეული, მისი ჭრილიც კი კურნავდა სიტყვა, ხელდასხმა და მარტო პირველ ქადაგების შანსს თვითმოპყრობისას რამდენიმე 1000 ადამიანი მოაქცია და ნათელსიდეს მოციქულთა ხელით. მას თუ პეტრეს შეიპყრობდა, ასე ფიქრობდა აგრიპა, დაასუსტებდა იმ დროინდელ ქრისტიანობას, რომელიც ძალას იკრებდა, ახლა დაარსებული თემები არსებობდა მხოლოდ აქა თუ იქ უპირატესად პალესტინაში, ვიდრე სამქადაგებლად გაიშლეოდნენ მოციქულები მთელს იმ დროინდელ მსოფლიოში. მთელი ეკლესია ნათქვამია საქმე მოციქულთაში ლოცულობდა ხელით ჩაუშვი. ლოცულობდა პეტრე მოციქულის, რომ ღმერთს ამ განსასწრებისაგან დაეცდა. და აი მათმა ლოცვამ გულხურვალი და გულითად მალოცვა ნაყოფი გამოიღო და პეტრე მოციქული სასწაულებრივად იქნა განთავისუფლებული საპრობილედან. კერძოდ შუაღამისას, როცა ღრმად ეცინა გადაღლილს, გვერდში ხელი მიკრა ანგელოზმა, რომელიც უფალმა წარმოულინა და ესე გააღვიძა აღდეკ ადრევე. ამ სიტყვებზე ანგელოზისა მას სასწაულებრივად დასვივდა ბორკილები. ალბათ თქვენ მოგაგონდათ პავლე მოციქულის ცხოვრებიდან იმავე საქმე მოციქულთან, თუ როგორ დაახლოებით იგივე საკით გაანთავისუფლა უთრის ანგელოზმა პავლე და მისი თანამხლებელი, თანამოსაგრენი, რომელიც ესევე შეპყრობილი ჰყავდათ წარმართებს. ამის შემდგომ პეტრე გამოიყვანა გზაზე, განვლეს რა ანგელოზთან ერთად პეტრე მოციქულმა და ანგელოზმა განვლეს და დახშული კარი. სრულიად უჩვეულო თვისებებს იძენს ადამიანის არათუ მხოლოდ სული, არამედ სხეულიც კი უკეთესული წმინდის მადლი მოქმედებს მასზე. შეუძლებელი ღვთისთვის არც არაფერი არის, მაგრამ ამაოდ და ჰარიჰარაოდ, რა თქმა უნდა, ღვთისაგან სასწაულები არ ხდება. სასწაულები იმად არის განმართლებული, რომ ადამიანი ან მოაქციოს ცნობილებიდან ჭეშმარიტებისას, ან განამტკიცოს სარწმუნოებში, ან თუ დაცემულია, ცოდვით აღარ გინოს. ეს ბორკილები, წმინდა პეტრე მოციქულის ეს პატიოსანი ჯაჭვები დიდხანს ინახებოდა იერუსალიმის ეკლესიაში, როცა მოგვიანებით დაახლოებით მე-5 საუკუნეში იუვენალ იერუსალიმის პატრიარქმა საჩუქრად გაუგზავნა თეოდოსი მცირის, მაშინდელი იმპერატორის მეუღლეს ევდოკიას, რომელმაც ერთი ნაწილი ამ ჯაჭვებისა წაუგზავნა თავის ქალიშვილს, რომელიც რომის იმპერატორზე იყო იმხანად გათხოვილი. და აი იმდენად დიდი სიხარული იყო ეს მისი ქალიშვილის, რომ საგანგებოდ ააგო დიდებული ტაძარი პეტრე მოციქულის სახელზე. ამავე ტაძარში ინახებოდა ასევე სხვა ბორკილები პეტრე მოციქულისა წმინდა გარდამოსებით, რომელშიც შებორკილი იყო უშუალოდ მოწამეობის წინ მოციქული პეტრე. ყოველ ამ რიცხვში, დღევანდელ რიცხვში წელიწადისა გამოჰქონდათ ხოლმე როგორც კონსტანტინოპოლში, ესრეთ რომში პატიოსანი ბორკილები და ჯაჭვები პეტრე მოციქულისა საყოველთაო თაგვანისცემა იმართებოდა. თქვენ ალბათ იცით, რომ ეკლესიებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რელიქვიებს, სიწმინდეებს, რომელიც დაგვრჩათ თუ მოციქულთა თუ წმინდანთაგან. ასე მაგალითად შემორჩენილია დღემდე პეტრე და პავლე, ის მაგიდა, რომელთანაც პეტრე და პავლე საუბრობდნენ ღვთის მიერ სულიერ საგნებზე. პეტრეს წვერის ნაწილი ამ თქვენ წმინდანების მოწამეთა და სხვათა სხეულთა ნაშთები, რომელთაგან ზოგიერთები არიან სავსებით უხრწნელი, ან მირონ მდინარე და სხვადასხვა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ემსახურება ქრისტიანებში სარწმუნოების გაღრმავებას და შერყეულთა განმტკიცებას. დღეს კი თქვენს სიყვარულთან სურდა საუბარი შესახებ იმისა, რომ ჩვენ წინა საუბრებში გაგვით ვილაპარაკეთ
თუ როგორი მრავალფერი შეწევნანი გარდამოდიან ზეცით გამო უფლისაგან ქრისტიანებზე სხვადასხვა სახით. მათ შორის უნდა დავზინოთ ისიც, რომ უფალი თავად შეეწევა ქრისტიანებს სამსახურებული სახლების, ანუ ეკლესია ტაძრების მშენებლობაში. ამის უამრავი მაგალითი არსებობს ეკლესიის ისტორიაში, რაღაც შორს წავიდეთ, აი ეს აქ ძველად იყო პეტრე-პავლეს ეკლესია, მერე სამი ტაძარი კიდეაში მართალია, ესეთი ვრცელი და დიდი არ არის, მაგრამ როგორც ქართული ანდაზა კარგად თავს, საბანი როგორც გაწდება, ისე დაიხურეო. და მეტადრე რომ ეს ტაძრები აშენდა იმ წლებში, უპირატესად როცა იყო დიდი გაჭირვება მატერიალური, სოციალური, ეკონომიური, ახალი მომხდარი იყო გადატრიალება, ეროვნული ხელისუფლების დამხობა და სხვა და სხვა ქაოსიც იყო ქვეყანაში, ალბათ გახსოვთ ეს ყველაფერი. მიუხედავად ამისა, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე აშენდა ეს ტაძრები. ასეც ყოფილა, რომ იკონომოსი ზოგჯერ მოვიდოდა, მამაო, აღარაფერი აღარ აქვს, ერთი კაპიკიც აღარ არის და რა უნდა გავაკეთოთ, არათუ ვერ გავაგრძელებ მშენებლობას, სადილიც კი არ არის და აქ თითოეული თავისებურად ეხმარებოდა, როგორც მრევლიდან, ისე მრევლის გარეთ ამ ტაძრების მშენებლობას. ზოგი ფიზიკური ძალით, ზოგი მცირედი შემოწირულობით, ზოგი სადილს აკეთებდა, ზოგი ესე იგი მასალას ყიდულობდა და ასეც ყოფილა, რომ უცხოეთიდან სრულიად უცნობ ადამიანებს ჩვენთვის გამოუგზავნიათ თანხა. საკმაოდ დიდი ძალი იმ დროისათვის განსაკუთრებით. თავად შენხარვენათის ხატის რავითარებაში შეიქმნა. იმ გაჭირვების წლებში შეიქმნა 1995 წელს, როცა კაბადოკია მოვილოცეთ და სხვა. და ეხლა აქ, როდესაც ჩემს გონებაში, როგორც წინამძღვრისა ჩამოყალიბდა კაბადოკიის ღვთისმშობლის ფრესკის შთაბეჭდილებებით და დიდი ხანი იძერწებოდა, რომ რაღაცნაირად მადლიერება ღვთისმშობელ მარიამის მიმართ გამომეხატა და ეს მადლიერება პირველყოლისა აღმოჩნდა ხატი, რომელიც შეიქმნა დღეს წოდებული შენხარვენათის ხატად. ეს დიდი ხნის განმავლობაში წლები იძერწებოდა ჩემს საქმიანობრივ ცნობიერებაში. საბოლოო ბიძგი ამას მისცა კაბადოკიაში მომლოცველობამ, მოგზაურობამ, კერძოდ როგორც დღეს უწოდებენ ამ ფრესკას შენხარვენათის ფრესკას, სინამდვილეში ეს არ არის შენხარვენათის ფრესკა, ერთ-ერთი გამოსახულება ღვთისმშობლის, რომელიც საფუძვლად დაედო ამ ხატს, ღვთის მადლი დღეინდელად დღემდის, იქიდან აქამდე მრევლი არაერთი და ორი მოდის და იღებენ შეწევას, კორნებას, შვებას თუ სხვა. და როგორ შეიქმნა ეს ხატი? თანხა არ ქონდა. კი, აზრი ჩამოყალიბდა. ხატს ერთთან ირაკლი ციცაძესა ქონდა ამასავარ, ჩვენი მრევლი იყო. აი როგორ მე დავიწყეთ ფიქრი იმაზე, საიდან მოგეძიებინა თანხები. და ესეთი რამ მოხდა, ესეც ასწავლია თავისებური, ჩვენი ერთ-ერთი მორწმუნის და მოსკოვში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. მის მეუღლეს ჰქონდა ერთ-ერთი დიდი ბაზრობა მოსკოვისა, საკმაოდ შემოსავლიანი იყო, შეიძლება ითქვას მილიონერი იყო ეს ადამიანი, მაგრამ რამდენია მილიონერი, ეს საკითხავია, ვინ როგორ გამდიდრდა, მაგრამ როგორც თქვენ კაპიკს ვერ გააგდებინა, თუნდაც სასიკეთოდ. ხო და შეუთვალა თავის დასვა, ესეთი აზრი გამოთქვა ჩვენმა წინამძღვრებმა და თანხა არ აქვს და ამ ადამიანმა ესე გადაწყვიტა, რომ შემოეწირა თანხა. სახათი ფიცარი კივოტი გვეყიდა, ფერები და ხარწერისთვისაც გადაგვეხადა. მასაც ოჯახი ყავდა, მრავალშვილიანი ოჯახი სხვათა შორის. და როდესაც შემოსირა, როგორც მახსოვს, $100, რომელიც ძალიან დიდი თანხა იყო გაჭირვების წლებში, მე აქედან შევუთვალე დისპირით. როგორ გინდა მეთქი, რომ ღმერთმა აქ მოგიხსენოს და სიკეთით დაგიბრუნოს თუ მომავალ საუკუნო ცხოვრებაში. კეთილგონიერი ადამიანი აღმოჩნდა, მამაო, ყველაფერი მაქვს მიწიერი ბედნიერებისთვის. თუ შეიძლება ღმერთს თხოვეო და ღვთისმშობელ მარიამს, იქ დირსხოსოს ზეციურ სასუფეველს აღმაფრთოვანმა მისმა კეთილგონიერმა და ღვთისმოსავალმა პასუხმა და ასე დამგვარად დაიწერა ეს ხატი. ტაძრების დაახლოებით ამგვარად, აი მაგალითად არ არის მოვიდა, იტირა ეკონომოსმა, რომ არაფერი არ აქვს. იმ დილას მოდის საკმაოდ დიდი თანხა, არ მახსოვს $1000 თუ 1500 ავსტრალიიდან, კენგურუების სამშობლოდან. იმ ადამიანს დღემდე არ ვიცნობ, ვინ შემოსილა, უბრალოდ ასეთი რამ ანონიმური წარწერა იყო, როცა შემოწირულობა პატარა ამანათი მოვიდა. პირადად მამაო, თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ ვისმენთ თქვენს ქადაგებებს და სიყვარულის და მადლიერების რომელიც ჩემთვის გამხნევება ამოწყო ქვეყანაში, უკვე წლები აქვს ხო, გავიგე რომ ტაძარს აშენებდა, აი ამ ტაძრის სამშენებლოდ გისავნით ამ თანხას. აი ესე თანხა მოსულა დედამიწის სხვა კუთხედა. ნიკოლოზობას ამასინად მოგიყევით, როგორ დავბეჭდე წიგნი წმინდა ნიკოლაოს ცხოვრება და სასწაულები საკმაოდ ვრცელი. კი გადავთარგმნე, კი ვიწვალე, ღვთისმადლი და უფალი შემეწია, აშკალად უზნობდი ამას, მაგრამ როცა საქმესე მიდგა, თანხა არ აქვს და ნიკოლოზობა დღეს დილას, როდესაც გავიაზრე სათქმელი ქადაგებაში, წმინდა ნიკოლოს ეს შემთხვევა, რომ შეთვითონ დაბეჭდა ეს იგნო, გზებს ვერ ყოველობ მეთქი, როგორ დავბეჭდა, საკმაოდ ვერ იჯდებოდა მისი დაბეჭდა იმ ხანად
და მე მოგიყევით რომ კარებში გამოვდიოდი საქადაგებლად ამბიონიდან კარში გამაჩერა ნათემ გიორგი და მეთქვა მამა უკაცრავ ვაშინგტონიდან გამოგზავნეს წერილიო და ითხოვენ რომ წაიკითხოთ რაც შეიძლება ჩქარავ მე ვხარ შემოვა ქადაგებიდო მორჩება წილ არა ითხოვენ დაჟინებითო ну შევდგი ფეხი უკან კარი დავხურე ბრევს ვარ დაენახა რატო შევედი გადავშალე ბარათი და არის ასეთი წერილი რომ მამაო ჩვენ ვაშინგტონელი ქართველი მორწმუნეები ვართ ძალიან ვიყვარხარ პირადად არც არავინ არ გიცნობს ჩვენგან მაგრამ თქვენი ქადაგება ხელიდან ხელში გადადის ამიტომ ეხლა ზოგმარი ფიქრობს თავს იქებს ქადაგებები პავლე მოციქულის სიტყვის მოვიშველია ყველაზე მეტად მე გავისარჯე მოციქულებიდან თუმცა არამე სული ღვთისა რომელიც იყო ჩემთან ღვთიური სული წმინდის გარეშე ვის რაც აქვს არც ერთი რა იცალმის როგორც უფალმა განსწავლა თუნდაც ერთი ღერი ის აღრაცხვა და განსპეტაკება ერთი მათგანი ბუძლურთაგან სწორედ მე გახლავართ და აი გიგზავნეთ ხახას ვიცი რომ ძალიან ბევრს თარგმნით გარდა იმისა რომ ქადაგებთ რაც გსურთ ის იქნით დაბეჭდეთ თვალებზე ცრებლები მომატე ხა წარმოიდგინეთ დილას ვივარ დამონებული ვფიქრობ ამ ხელაში რომ მაგავწიე თარგმნე და არ ვიცი როგორ დავმეშტო და ძალიან მინდა რომ დავმეშტო წმინდა ნიკოლაუსი განსაკუთრებულად იყო ღვთისმშობელ მარიამთან ერთად რატორის გზადაგზა მომიყოლეთ თავს აღარ შეგაცმენ და აი სწორედ მაშინ როცა მის დღესასწაულზე მის წირვაზე უშუალოდ მისი ცხოვრების ქადაგების ხელში მაძლიან თაღას $3,000 და რა თანხა იყო იმ დროისთვის განსაკუთრებით ეხლაც კი აიწია კურსმა ძნელი არ არის წარმოიდგინოთ არათუ დავბეჭდე უამრავი დავბეჭდე არ მაქვს მგონი 5,000 ეგზემპლარი დღემდე მაქვს კიდევ იმდენი დაიბეჭდა რაღაც ნაწილი დარჩა და ჩემს რავალშვილიან ოჯახს არ დაგემალავ მოახმარე ისე რომ მიუწვდომელ არიან სანიოფლისად უფალი თავაზრობას წმინდათა ცხოვრების დაბეჭდაზე ტაძრების აშენებაზეც და ასე შეაშენდნენ ასე და ამგვარად აშენდა ეს ტაძრებიც მართალია კიდევ ხელოვნურ არ არის მოცულობით დიდი, მაგრამ არის ფიქრობ მადლიანი და თბილი ტაძრები. და არათუ ჩვენი მრევლისთვის ხოლმე, მაგრამ ეხლა რომ გადაგავლეთ თვალე, აქ 90% მეტი გახართ სხვა მრევლის სულიერი შვილები, რისთვისაც მადლობ ხარო ღვთისმშობელ მარიამის წინაშე და რა თქმა უნდა პირველ ყოვლისა, სწორედ ღვთისმშობელ მარიამის სიყვარულმა მოგიყვანათ. მე ერთხელ ვთქვი რომ მაქვს დანატვრა დიდი ხანია უკვე ლავით შემოვლობის დასაბამიდან როდესმე ერთი ტაძარი ავაშენო ღვთისმშობელ მარიამის სახელზე შედარებით ვრცელი იმიტომ რომ მინდა მაშინ დავდიო და დავაბრძანო ყველა მნიშვნელოვანი სასაუთმოქმედი ხატი რომელიც კი ოდესმე დედამიწაზე ყოფილა ღვთისმშობელ მარიამის პატივად შექმნილი მათ შორის ჩვენი ხატებიც რა თქმა უნდა ამიტომ გზადაგზა პარალელურად ვიდრე ამის საშუალება იქნება და განხორციელება თარგმნი ამათუ სასაუთმოქმედი ხატების დაუჯდომლებს უპირატესად სლავური და რუსული ენიდან რომელიც ქართულად არ არის მაგრამ საჭიროება კიდგება თუმცა ჩვენ შემთხვევაში თუ ეს ტაძარი აშენდება და არა მარტო რომ არ აშენდეს და დაუჯდომელია ლოცვა ღვთისმშობლის მიმართ და დიდი მადლი იქნება ამის ამოგითხვაც აი მე მინდა ესე გადავავლე თვალი სასაუთმოქმედ ხატებს და აქედან 21 ხატი ამოვარჩიე ხატი რომელიც უნდა შეიქმნას შეჯერობით ამ ტაძარში და შემდეგაც თუ აშენდა ის ტაძარი ღვთისმშობლის პატივად გადასვენდება ყველა არა მეტი ნაწილი ამ ხატებისა ფიქრობ საერთოდ ერთად ახლა ადრეც მithქვია თუ ეს განხორციელდა ალბათ იმ მონასტერში იქნება სადაც ალბათ ჩვენი სულიერი შვილებიდან ვის ერობას გადაწყვეტს მასთან ერთად განვლით ცხოვრების დარჩენის წლებს და ვადიდებთ უფალს და ღვთისმშობელ მარიამს აი ამოვარჩიეთ ზოგიერთი მათგანი 21 მათგანი ურიცხვი დაუჯდომლებიდან ღვთისმშობელ მარიამისა რომლის შედარებით მეტად არის ცნობილი და მეტი შემწეობა კასამოდმისთვის ესენი არის აი ზოგიერთ ჩამოგითვლით მე ვარ ასე ქვია ხატს ღვთისმშობლის წუხარებათა და უბედურებათა შორის ნუგეშინისმელი ეს სხვა ხატია წარწმედულთა მოძიება ასევე ხატია ყოველთა მწუხარეთა სიხარული ღირსარსი ცხოველს ყოფილი წყაროს თვალი გამომხსნელი კარდიოტისა გულის დაავადებებს კურნავს განსაკუთრებულად ეს ღვთისმშობლის ეს ხატი იმიტომ აქ ამგვარი სახელწოდება მოწყალე ნუმტირმე დედაო ჩვენ პარაკლისი უკვე შევადგინეთ ეს ხატი არის ჩვენი ეკლესიის ეზოში აღდგომის ტაძრისა დაურღვეველი კედელი მოულოდებელი სიხარული შვება, ანუ ნუგეშინისცემა მოხედე სიმდაბლესა ჩემსა მსრაბ შემსმენელი, აი ეს ხატია
ლევანმა შემოსწირა, გაიხედეთ უკან, ეს ჩვენი ბრეული არის, ცნობილი რეგბისტი არის, ჩემპიონი, მსოფლიო მნიშვნელობისა, მაგრამ რაც თავარი, თამდაბალი ადამიანია, თორე ღრუბლებიდან ვიცი ჩამოყვანა ადამიანების მეტად სულიერი შვილების. მოუხედეს სიმდაბლესა ჩემს, სწრაფ შემსმენელი ოჯახის სახელზე შემოსწირა ლევანმა. დამცველთა ხსნელი იგულისხმება ცოდვის უყეებში რო იფლობა ადამიანი. ვნებისა მართლმადიდებლობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ზეიმი ბოროტთა გულთა მომდოვრება შემსმენელი განმასვენებელი განაკარვებ ჩემი მწუხარება და ეკონომისა. აი ძირითად შესხატები მოვნიშნე მაგ სურვილი რომ ითარგმნოს და შესაბამისად ხატები შეიქმნება. აი ახლა დღე-დღეზე უკვე ალბათ სავარაუდოდ შაბათს ან კვირას მომისვენებს ჩვენი ხალხერი კახა ერთ-ერთ ხალხს რომელიც სრულდება უკვე ფაქტიურად დასრულებულია შრება ლაკი რომელიც წაესვა ეს ხატი არის პანტანასა სიმსივნის მკურნალი ამას წინათ გითხარით მოგახსენეთ რატომ გადავწყვიტე როგორც წინათ ვთქვა რომ შექმნილი გვაქვს დასვენები ძალიან გამრავლდა სიმსივნიანი დაავადებები სამწუხაროდ გარდა მაგის ამის შემდეგ მალევე დაიწყება წერა სხვა ხატისა ბარძიმის შეუსმელი ეს არის გალოთებული და ნარკომანებული ადამიანების მკურნალი შემწე აი წმინდა ბონიფატეს ხატი რომ გადმოყურებს იქ შეხედეთ პატარა ხატია მეწამულტოგაში ეს არის წმინდა მოწამე ბონიფატე რომელიც რომში ეწამა და ესეც არის რომ იცოდე მემხრალეობის მკურნალი სამწუხაროდ ეს ნეულება ძალიან გამრავლდა ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით რაც სპირტიანი ღვინის ქვეყანაა და ლუდით და სპირტით ეყუპებიან ამ ქვეყანაში იმიტომ რომ მემხრალეობა ესეთი მძიმე ნეულება არამედ დაავადება რომ იქიდან გამოყვან ადამიანს ძალზე ჭირს დღეს მოდებულია ასევე როგორც ნარკომანია სამწუხაროდ მათი შეწევნა ძალუს თავად ეს ადამიანი პირველ ადრეულ გვიანდელ შუა საუკუნეებში ცხოვრობდა რომში იყო მემთვრალე მებრუჟე მოკეიფე მეღრეობე და ასე შემდეგ ქვიან ასეთ ხალხს და გარდა მაგისა სასიკვდილო ცოდვაში იყო რუსობაში თავის ქალბატონთან რომელიც ქვრივი იყო დიდგვაროვანი არისტოკრატი ერთხელაც ამ ქალბატონმა წარმოიდგინა რაღაც საუბარს თავის მონას თანამებრუშეს სთხოვა რომ ჩასულიყო მცირე აზიაში და იქ დევნა იყო სარწმუნოების რომელიმე მოწამის ნაწილი ჩამოეტანა მისთვის ერთის მხრივ არის სასიკვდილო ცოდვაში მეორეს მხრივ თითქოს მორწმუნეა და მოწამის ნაწილს ითხოვს და ეპისკოპოსისგანაც კი აიღო კურთხევა აი დღესაც ასე არის შეთავსებადია ცხოვრება და ესე იგი ცოდვები და უცოდველობა დღეს წარმატებით ცოდავენ და თან ვითომ ეკლესიურები არიან გამოჩნდნენ ჩვენ შორის ფსევდოლიბერალი მგლების რომლებიც თვალებს ხუჭავენ და ძალიან ადვილად პატიებენ სასიკვდილო ცოდვებს მაშინ თუმცა პავლე მოციქული ამბობს ყველა ცოდვა სულს ყლავს სულს ღუპავს ეს ერთადერთი ცოდვა სიძვამ რუშება რომელიც სულთან ერთად ხორცას ღუპავს ანუ სხეულს რომელიც განაარიცით რომ სული წმინდის ტაძარია ვინც გახსნის ამ ტაძარს უფლისას მას გახსნის უფალი მარადიული სიკვდილით აი პატრიარქიც კი დანანებით და განსვიფრებით ამბობს ერთ-ერთ ეპისტოლეში გასული წლებისა ისეთი დრო მოვიდა რომ თითქოს ცოდვაც აღარ არის ცოდვა ყველა წმინდა ხატებმა უნდა გააღვინოს სინანული და აღმოუჩინოს შემწეობა თუ კი სარწმუნოებით მიმართავენ ის რომ ამ ტაძარში იქნება წმინდა ბონიფატეს ხატის და ღვთისმადლით ფიქრობ შეიქმნება მისივე თანაშეწევნით ესე იგი ბარძიმის შეუსმელის ხატის უამრავი რედაქციები არსებობს ამა თუ იმ ხატების მე იმას მე ვარჩევ და ხატწერთან ერთად თავწებით რა უნდა დაიჩელება ესე იგი ერთმანეთისგან რაღაცები ვისესულ სხვა რედაქციის ერთი და იგივე ხატიდან და შევავსოს ერთი ახალი სახე შეიქმნას ამ ხატისა ამ მადლითა და ამ ხელმწიფებით აი ამასთან დაკავშირებით რომ ღმერთი თანა შეეწევა ადამიანს სულის ხონებაში და თითქოს ზოგჯერ იმასაც კი აკეთებს რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ და არა უფალი მაგრამ უფალებმა სათმოიჩინა რომ ის გააკეთოს თავად აღასრულოს ოღონდ ჩვენს მიერ რომ ჩვენს რაღაც სიკადული გქონდეს ამა თუ იმ სიკეთეში მაგალითად თავშეურს ვახსენეთ ტაძრების და ეკლესიების მშენებლობაში მან შემსაშინა მე-19 საუკუნის მიწურულს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მოღვაწეობდა ერთ-ერთი სასულიერო პირი ასე ვთქვათ სასულიერო დასის იღუმენია თაისია ცნობილი იღუმენია არის წმინდათა შორის არის შერაცხული ღვთისმადლით დაჯილდოებული იყო არაერთხელ როგორც სიწვეული ესეთი აშკარა გამოცხადებებით
ღვთისა და ღვთისმშობელი მარიამისაგან. ერთ მათგანზე სურს მოგითხოთ ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით. როგორც ეს დედაო მოგვითხრობს, მას ახალგაზრდობიდან ჰქონდა გულითადი სურვილი, როგორმე მოხვედრილი იყო კიევში, განსაკუთრებით კიევ-პეჩორის ლავრაში და მოელოცა სიწმინდები და მათ შორის შორეული და ახლობელი მღვიმეების წმინდა და უღწევ მირუმდინარე ნაწილებთან მოელოცა, მაგრამ ვერასდროს ვერ შეისვლა თავისი გულის მურაზით დანატრა, წამოიზარდა ღვთის განგებულებით ისე მოხდა, რომ მოგვიანებით მონოსწორად აღიკვეცა მისი წმინდა და გაგზავნილი ცხოვრების გამო იღუმენიათაც იქნა დადგინებული ერთ-ერთ სავანეში, თუმცა ამ სავანეში იყო მხოლოდ მცირე სამლოცველო, რომელიც სახლში იყო შეკუჭული, ასე თქვა და რა თქმა უნდა სურვილი ჰქონდათ რამდენადაც დედათა რიცხვი და მორჩილებისა თანდათანობით მატულობდა, რომ აღეშინებინათ ახალი ტაძარი, მაგრამ აქ საიდან არანაირი შეწევნა არის. აი სწორედ ამ დროს ღმერთმა ხელი მოუმართა იღუმენია თაისიას და იგი ჩამოდის კიევ-პეჩორის ლავრაში. დაახლოებით 2 კვირა დარჩება, ორგზის ეზიარება მთავარ ტაძარში, რომელიც ესე იგი ამ ტაძრის ყველაზე დიდი ტაძარი არის და ცენტრალური ამ ტაძარში ეზიარება, რომელიც ღვთისმშობლის შეწევნით აიგო სხვათა შორის მისი გამოცხადების საფუძველზე და ასევე მღვიმევის, კერძოდ ანტონის მღვიმის ერთ-ერთ საკურთხეველთან ეზიარა, საწირო დააყენეს პერება ესევე და აი გახარებული სულიერად აღსილი და კმაყოფილი ბრუნდება უკან. თან მან წარმოიყვანა 2 ობოლი ბავშვი, რომელიც მონასტერში უნდა აღეზარდა, პატრონი არ თავდა თამათ. ძალიან გადაიღალა გზაში, ჯერეთი თავისთავად ძალზე ვრცელი იყო მატარებელში, ისიც მესამე კლასის ვაგონში იმგზავრა, ესეც არაფერია, მას უბრალოდ ადგილი არ მოეპოვებოდა, რომ დამჯდარი იყო სადღაც, ამიტომ 5 ჩადგა სკამებს შორის და იქ გაატარა ეს საკმაოდ ვრცელი დრო, ვიდრე ჩამოვიდოდა თავის სავანეში და ჩამოიყვანდა ამოვლებს. ამიტომ რამდენადაც ძალზე გადაგული და დაქანცული უძილო იყო, მან ვერ შეძლო ღვთისმსახურებებზე დასწრება. პირველი 2-3 დღე იგი თავის სენაკში რჩებოდა, რომ რამენაირად სული მოეთქვა და დაგლილობიდან გამოსული იყო. და აი მესამე დილას მან გადაწყვიტა, მიუხედავად ყველაფრისა, წასულიყო დილის მსახურებაზე ცისკარზე, რომელიც დილის 5 საათზე იყო ხოლმე მონასტერში. დილის 4 საათზე გაიღვიძა, მოწესრიგდა, ლოცვა ხო და რა კიდრო დარჩა ერთგვარი, ცოტა ხნით მიწვა რომ დაესვენა, მაგრამ ამასობაში სუბუქი ძილი ჩაეძინა. სწორედ ამ სიზრუნულ ჩვენებაში სუბუქ ძილში ჰქონდა მას ღვთისმშობელი მარიამის გამოცხადება. ხედავს თითქოს თავიანთ სამლოცველოში არიან, დედები არიან სადღესასწაულო, შემოსილი, კელაპტრები და სანთლები უკავია ყველას. გალობენ ღვთისმშობლის სადიდებელსა, ელოდებიან, რომ ღვთისმშობელი მარიამი უნდა მოვიდეს ზეციდან. და ისინი გამოდიან მოედანზე, სადაც მოგვიანებით სწორედ იმ ადგილას აშენება და არ იყო თავიდან განსაზღვრული იქ ეკლესიის აშენება, აი მოედანზე ანთებული სანთლებით ელოდებიან ღვთისმშობელ მარიამს, მათ შორის თაისია, რომელსაც ერთხელში კი თავისი პატარა სანთელი ეკავა, მაგრამ უხილავმა ხელმა მიაწოდა კელაპტარი და უთხრა, როდესაც ზეციური დედოფალი გამოჩნდება, მიაწოდე ეს კელაპტარი. ვერ ხედავს ვერავის ხმა ესმის, მანაც მორჩილად ჩამოვართვა კელაპტარი. და აი საკმაოდ დიდი ხანი გავიდა ლოდინისა და ხედავს, რომ იქით აღმოსავლეთისკენ რაღაც გაბრწყინდა. თანდათანობით გაიზარდა, მზეს გავს, მაგრამ დედებს უყვირდა თაისიასაც. მზეცაზეა თავის ადგილას ანახებს, მაგრამ თითქოს მეორე მზე გამოშვა. ეს მანათობელი ბურთულად თანდათან მოუახლოვდა და აღმოჩნდა, რომ იყო არა დისკოსებული, არამედ ოვალური. მისი სიღრმიდან გამოდიოდა ნათება და როდესაც ახლოს მოვიდა და კარგად ჩააკვირდა თაისია, დაინახა, რომ ეს იყო ღვთისმშობელი მარიამი, რომელიც გაუსურდა ღირს თაისიას და თაისია მას როგორც ებრძანა უწინ მიაწოდა კელაპტარი, მაგრამ ღვთისმშობელმა კელაპტარი არ ჩამოართვა, ჩამოართვა ეს მცირე სანთელი და უთხრა, ჯერჯერობით მე შევიწირავ იმ მცირე შრომებს, რაც გასწია ჩემი სიყვარულისთვის, აი ეს იქნება შენი პატარა ჟუტავი სანთელი, მაგრამ როდესაც შენ მონასტერს ააშენებ, როდესაც შენ ამ დიდებულ ტაძარს ააგებ, ღვთისა და ჩემი შეწევით, მაშინ კი კელაპტარის დაენთება. ამის შემდეგ უჩინო შეიქმნა ღვთისმშობელი მარიამი და თანდათან ამაღლდა ზეცად. ასე და ამგვარად, სწორედ ამ გამოცხადების საფუძვლზე, სწორედ იმ ადგილას და ღვთისმშობელ მარიამისა და მისგან ხორჩესული ღმერთის მიერ აიგო ტაძარი. საიდან რათა ხამოდიოდა და შეწირულობა თავად დედა თაისი ამბობს, არ შემილიან ავრაცო. ეს შევთვის მიუწვდომელია.
აქედან კიდევ ერთხელ ვასწნი, რომ ტაძრებს აშენებს თავადუფალი თვისწმინდანებთან და ადამიანების სადიდებელად. თქვენ იცით, რომ აი თუნდაც ეს ტაძარი თქვენ რომ მიცოდეთ როგორ აშენდა. აქ ადრე იყო რკინიგზის სახლი, სულ ადრე. შემდეგ ამ ტერიტორიის ნაწილზე ბაპტისტერიუმი, როცა ეკლესიას გადმოეცა. ჩემამდე აქ იყო წინამძღვარი მამა მიქაელი, ეს იგი იღუმენი, რომელმაც ესე იგი მიაღწია იმას, რომ გამგეობიდან ეს მიწები ეკლესიას გადმოეცა ნაწილი, თქვენ იცით, რომ ცეხები იყო, ხვაი ხერხებოდა, მტვერი ხმაური და გნიასი იყო, ყოველთვის ღვთისმადლით ისინი გავიყვანეთ აქედან, შვიდად და წყნარად, როგორც იყვნენ ხოლმე ლოცვითა და უპალზე სასუებით. და მერმე უკვე გაშდა აუცილებლობა ტაძარი აგებული იყო. რატომ? აი დღეს რომ ჩვენ დიაკონი ყავს მამა გაბრიელი, ადრე გითხარით, გაგვით, მას ჰქონდა 12-13 წლიდან ღვთიური გამოცხადება, ღმერთი ელაპარაკებოდა მას. ისე მე ჩანაწერები მაქვს, თხოვე რომ გააკეთე მეთქი არ დაიგაროს ჩანაწერები, პატარა ბროშურა თავკინზე. პატრიარქსაც გადავეცდე, ძალიან განსვიფრდა პატრიარქი და სურვილი გამოთქვა, რომ მიმეყვანა ეს ბავშვი და დაელოცა მას გასაუბრებლად. ისე დარიგებებს აძლევდა, რომელიც მე ვიცოდი მისი განათლების დონე და სულიერების ვერანაირად ვერც დაიკითხავდა და ვერც დაიტევდა. ბევრი რამ, არც გაგონილი ჰქონდა. და მე განუმარტავდი, ვთქვათ, ეს რას ნიშნავს, რატო უთხრა უფალმა და აკურთხება პირველ ყოვლისა სრული მორჩილება წინამძღვრისა, სულიერი მამისა. აი როგორც პავლე მოციქული ამას დაემორჩილენი წინამძღვართა თქვენთა ვითარცა უფალსა. სამწუხაროდ ჩვენ დღეს ეს არ ვარ. გითხრათ მოლახდილა, დღეს მე მინდოდა მესაუბრა ქრისტეს მიერ მორჩილებაზე. უკანასკნელ წუთებში გადავიფიქრე ეს გადაგება, საჭიროდ ჩავთვალე, რომ მე თქვა ის, რაც ვთქვი დღეს. და ერთ-ერთი უახლოესი გადაგების თემა იქნება სწორედ ქრისტეს მიერ მორჩილება, რომელზეც პავლე მოციქული ამბობს, დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთა ვითარცა უფალს. აქ იგულისხმება არა მარტო ტაძრის წინამძღვარი, არამედ პირველ ყოვლისა სულიერი მამა. ყოველ ჩვენთაგანს უნდა გქონდეს თავის სულიერი მამის სრული მორჩილება. მე მეცაც გეტყვით, ეს მაგალითი უნდა მოვიღოთ არა მარტო პავლესა და სხვა წმინდანებისაგან, არამედ პირველ ყოვლისა თავად უფალი იესო ქრისტესაგან, რომელსაც საუკუნეებით ადრე მის განკაცებამდე ნათქვამი იყო წინასწარმეტყველებით ფსალმუნებში. მორჩილი იყო მამისა და მორჩილი ვიდრე სიკვდილამდე. იგივე სიმეორს თავად მოციქული პავლეც. მას ჰქონდა სრული მორჩილება. თან არსია მამისა, მაგრამ ჰიპოსტასურად, რამდენადაც მამა უფრო მეტია ვიდრე ზედასულის, ამდენად ჰიპოსტასურობის თვალსაზრისით დაემორჩილა თავის მამას. თუ უფალი ჩვენ ცხოვრების წინამძღვარი დაემორჩილა, მეტადრე ჩვენ მართლაც მორჩილება უფალ ღმერთისა საცხოვნებელად. და დასასრულ სურს ერთი ჩემი იუმორისტული ჩანაწერი ლექსის სახით წაგიკითხოთ, არ დაგემალავთ ეს დღეები საკმაოდ ცუდად გქონდა გული. მოგვინახულა მძიმე განწყობილებებაც, რა თქმა უნდა, მეტადრე ამ ასაკში ავადმყოფობისას ადამიანი უფრო მეტი სიღრმითა და სერიოზულობით ფიქრობს გარდაცვალებაზე. საქმე სიკვდილში კი არ არის, სიკვდილი ყველა მოგვდა, ამას ვერავინ გაექცევა. აი სად დადგები, საბოლოოდ, სად იქნები და რითი წარდგები ღმერთის წინაშე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც რა თქმა უნდა ადამიანში ერთგვარ სევდას და წუხილს იწვევს, ბუნებრივია. აი ეს წუხილი დამხოდა გულმკივნეულ დღეების განმავლობაში, ერთ ღამესაც ესე იგი უყურებდი შუაღამის ცას და გაცრეცით მთვარესა და ცას და ესეთი ლექსი განწყობილება წამოვიდა, იუმორისტული. ესე იგი ბევრი ვიდარდე, ცოტა ვიდარდე, ბოლოს იუმორი განხარდა ეს ყველაფერი. სხვათა შორის იუმორი ეს არის სათნოება, აი ირონია, სარკაზმი, ცინიზმი, ეს პირიქით ბოროტება და მანგიერება. ჩვენ ვეცით, რომ წმინდა მამათა შორის ზოგიერთებს ჰქონდა არაჩვეულებრივი იუმორი. სხვა შორის ჩვენს პატრიარქს კარგი იუმორი აქვს. ოქროსფერი მთოვარე, გაცრეცილიცა, გულში ფიქრი მშფოთვარე, სულ ეს არის რაც? მე განმარტყობს თქმა, სევდიანი საღამო, სიმარტოვე ვთქვათ, კიდევ რაღაცა, 1, 2, 9. რომელსა მხოლოს ღმერთსა 900 ანგელოზების და 900 წმინდანებისა ჩვენის ყოველგვარი დიდება, პატივი და თაყვანისება, ყოველგვარი წუხილისა და ტკივილების განმანქარებელს თანა მამით და სული წმინდით ას დაუყურისამდე. ამენ.